ძალიან მნიშვნელოვანი ორი თვე გველის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ორი თვე და ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აიმე ხა ამ ორ თვეში რა მოხდება, აიმე სინოდმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ სინოდმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დაიბარა პატრიარქმა. ეს შემთხვევით პატრიარქს არაფერი არასდროს არ გაუკეთებია და ერთი სიტყვაც კი არ წამოსცენია შემთხვევით. ასე რომ თქვენგან ველით ერთსულოვნებას, პატივცემულებო, დიდი სიყვარულით სინოდის წევრებო, უწმინდესის მოსწავლეებო, მოწაფეებო, ისეთივე მოწაფეებო, როგორებიც გრიგოლ ხანძთელს ყავდა და შემდეგ გაავრცელეს მისი სწავლება მთელ საქართველოში, აი ზუსტად ესე თქვენც უნდა გაავრცელოთ პატრიარქის სწავლება მთელ საქართველოში. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მეუფე შიოსთან ახლო ურთიერთობა არ გამაჩნია, მე ახლოს არ ვიცნობ მეუფე შიოს, მაგრამ ჩემთვის საკმარისია ის, რაც უწმინდესმა მითხრა. ჩემთვის საკმარისია ის, იმიტომ რომ ის ყველა ჩვენზე უფრო მასშტაბურად იხედებოდა, ყველა ჩვენთაგანზე უფრო ბევრს ხედავდა და თქვენ ხედავთ ამ მასშტაბებს დღესაც, თქვენ ხედავთ იმ მასშტაბებს, რაც ხდება პატარა მის ნათლულებში, ხო? თქვენ ხედავთ, რომ ეს ნათლულები რაც უფრო გაიზრდებიან, მით უფრო გაბევრდებიან, მათ შვილები ეყოლება, შვილიშვილები ეყოლება, ყველა იამაყებს, რომ პატრიარქის ნათლულია და აი ეს არის ყველა რაც ყველაზე უფრო დღევანდელ დღეს კი რა თქმა უნდა, რომ ძალიან დიდი სევდაა, რომ რა თქმა უნდა ესეთი ბუმბერაზე ადამიანი გავიდა ჩვენთან, ხო? განისვენა პრინციპში, გარდაიცვალა. მაგრამ მისი ყველაზე უფრო დიდი სიხარულიც ეს იქნებოდა, რომ ესე იგი რა მასშტაბებში უყურებდა ამ ყველაფერს, რომ წარმოიდგინეთ თავის აი ამ საზიზღარ რაღაც თავს მოხვეულ რაღაცებს, როგორ ბრძნულად თავისი გადაწყვეტილებებით ებრძოდა ჩუმად. ისე რომ აი გუშინ და გუშინ წინ გამოჩნდა ეს ყველაფერი რა. არ ვიცი, აი რა გითხრათ, ჯერ მარტო ის, რომ გალაქტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა უწმინდესი და ესე იგი დაწყებული გალაქტიონ ტაბიძის ცოდვებიდან, ხო? აღებულია ყველა აბსოლუტურად ყველა ქართველის ცოდვა თავის თავზე, ეს რამხელა რამეს ნიშნავს, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, ილია ჭავჭავაძე მისი შერაცხულია წმინდანად. 16 თაყაიშვილი მისი შერაცხულია წმინდანად. დიმიტრი ყიფიანი მისი შერაცხულია წმინდანად. ჩვენ ვინა ვართ საერთოდ, წარმოიდგინეთ, აი ამ მასშტაბურ ადამიანთან შედარებით რა. რომელმაც აი ამ ხელა სიმძიმეები და ამ ხელა ის აიღო თავის თავზე რა. კი ზოგისთვის ეხა ეს არაფერი არ არის, სასაცილოც კი არის და კაი ერთი რა შეერაცხა წმინდანად არა ის და კაი ერთი ის მე ის არა ის ცოდვების მონანიება არა ჩემი ის არა ის ეს ვისაც არ წავს ღმერთი, მაგრამ საქართველოში გამოჩნდა რომ ღმერთი მაგრად შეაყვარა უწმინდესმა მთელ საქართველოს რა. და ისინიც დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან მივლენ ამ დასკვნამდე რომ ვინც კი დღეს ესე თავისი მიებით პოსტებით ესე ურჩება ესე ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენ მიცვალებულს, ხო? რა თქმა უნდა ისიც მიხვდება ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ისინი კიდევ უფრო ძალიან უყვარდა, როგორც უძღები შვილები უყვარს. ესე ვთქვათ ჩვენ ვიცით უძღები შვილის ამბავი. უძღები შვილი უფრო უყვარს, ესე უყვარს უწმინდესაც ის ადამიანები, ვინც მართლა აი ესეთ რაღაცებს კადრულებენ, ამიტომ რომ მე პირადად აი დღევანდელი დღე მინდა დამეწყო, მართლა კი შეიძლება მეც ბევრისთვის მიწყენინებია, ისე მithქვია და უშუალოდ იმიტომ რომ თვლიდი რომ ესე იყოს საჭირო, ხო? ცინიკურად მიხუმრია ხო, მაგრამ რაღაცნაირად აი ამ პერიოდში მაინც, ამ ორი თვის პერიოდში მაინც, ან 40 დღის პერიოდში მაინც რაღაცნაირად
მორატორიუმი მაინც ავიღოთ, ხო? მორატორიუმი მაინც ავიღოთ, სანამ ეს 40 დღე გავა და უწმინდესი გაფრინდება იქ, სადაც უნდა გაფრინდეს რა. ეს ჩემთვის ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი რაღაცა. ეს არის გოლგოთაა ჩვენი. იქ სადაც უწმინდესი ასვენია და შევთხოვით არ არის რომ აღმართიადის იქ აღმართი ისე რომ დაიღალოთ, აგღალოს და ეს უნდა შეიგრძნო ეს დაღლა. არის ისევე როგორც აი რა ვიცი, სინას მთაზე ადიხარ და აი ამ დაღლით და იმით ეს რაც არ უნდა გტკიოდეს, რაც არ უნდა გაწუხებდეს.